მეგობრებო, აი ესაა ნაპოლეონის დაქონი ქვემეხები და ისაა თავარი ციტადელი, რომელიც იცავდა ბრიუსელს. და ეს ახლა რატო გამახსენდა ნაპოლეონის სიტყვები, ნაპოლეონს აქვს ასეთი სიტყვები ნათქვა. დაქვემდებარებულთა ტირანია ყველაზე სასტიკი ტირანიაა. და ზუსტად ბიძინა პუტინზე დაქვემდებარებული და ამას ბიძინას ყავს კიდევ საჭურისები დაქვემდებარებული და ხებულობს საქართველოში ყველაზე ტირანულ იმას. ტირანიას, ყველაზე სასტიკ ტირანიას. და მინდა ახლა ამის შემდეგ ვისაუბრო ერთ რამეზე. ნუ ახლა უკვე ხედავთ რომ იმ პარტიებმა, იმ ადამიანებმა, ვინც გამოდიან კეთსმიხრი მათ წინაშე, რა თქმა უნდა, ვერ მოახერხენ ამ ხელისუფლების შეცვლა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საჭიროა ადამიანების მობილიზება და ჩართვა ამ პროცესში. და მინდა ვთქვა, აი ვინმე გამოვიდეს და მითხრას, რომ ნებისმიერი პატიმარი ვინც ამ წუთას ციხეშია, რომ ის არ არის შერჩევითი სამართლის სვეტი. ჩვენ ხო ვიცით ეს სასამართლო არ არსებობს. სასამართლო არის დაქვემდებარებული მურუსიძე, ჩინჩალაძეზე და ბიძინაზე და ღებულობს არაკანონიერ გადაწყვეტილებებს. თუ მათი მომხრეა არ უჟის, თუ არა მათი მომხრე უჟის. ესაა შერჩევითი სამართალი. ამიტომ ხო შეიძლება და მე გოგი წულაია. ახალი ქრისტიან დემოკრატების თავმჯდომარე დებ პირობას აქედან თუ მაგ ხელისუფლების შემდეგ შეცვლის შემდეგ ვიზრუნებ რომ ყველა პატიმრის საქმე გადაიხადოს და რამე თუ ისინი არიან შერჩევითი სამართლის მსხვერპლი. ამიტომ მოუწოდებ მათ მშობლებს, მათ ახლობლებს, თქვენ ინტერესში არის თქვენი შვილის, თქვენი ძმის, თქვენი მამის გამოშვება ციხიდან და ამიტომ მოგიწოდებ ჩაერთვით. მე მინდა მოუწოდოთ ყველას, რა გახდა ჭიათურაში ჩასვლა და ჭიათურლების ნახვა, დანაპარაკება და ჩართვა ამ პროცესებში. რა გახდა იმ ადგილებზე და საერთოდ ქვეყანაში ხელისუფლების უკმაყოფილო არის 70 თუ არა 80% თუ არა 70 მაინც. ამ 70% თუ უკმაყოფილოა და ვერ იყენებ, ვერ გამოყავს, ეს ხო ჩვენი დანაშაულია. ამიტომ დავანებოთ თავი ტელევიზიებიდან დამოძღვრებს, დავანებოთ